სახლები ენგრევათ, კედლებში ხეები ამოძდით, დილით იღვიძებ, ზოგს ვანა არა აქვს, აბაზანა არა აქვს, ზოგს რა ვიცი, დაენგრათ სახლები და არიან ისეთ გაჭირვებაში. ხალხს საშუალება არ აქვს, ზოგი გაასახლეს და ტრაგედიაში მიკრო ინგრევა ისახე, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, სახლში ჩამოდის წყალი. მე სხვებთან შედარებით უფრო ნაკლებად ცუდი მდგომარეობა მაქვს, მაგრამ ნახეთ რა მდგომარეობა. აი ეს კედლები ის დაგვინგრიეს, ლატვია, ორჯერ გადათხარეს. ამ გზების პრობლემა. პირველ სართულზე ცხოვრობს ხალხი, ტალახი შევდის სახლში, გუბეები დგება, ბავშვები, მანქანები. აი რა დღეში ვარ, ხო ხედავთ არა, ძალიან ცუდი მდგომარეობა. რაღაცა გამთვირთვა უნდა მოხდეს ამ მანქანების. ნუ ახლა ბავშვი ვერ გამოიყვანო. ერთი რაღაცა პატარა ჩიხი გვაქვს და იქაც ბავშვი ვერ გამოიყვანო. ხო რაღაცნაირად ნუ ადამიანური ფაქტორი. ჩემზე უფრო მეტად ცხოვრობ, ნახეთ სახლები აქვს განგრეული, მე კიდე ღმერთის წყალობით უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვარ. მერიაში წერილების წერა 1000 ვინმე მოდიოდა არ ვიცი წინამთავრობის დროს პირდაპირ რომ გააკეთებდი ხო და მე ისე მოხდა ძალიან კი შეგვიკეთეს სახურავები შეგვიკეთეს ჩვენ რამდენიმეჯერ გზაც გადაითხარა აქ მაგრამ რაც ჩვენ აგერ მუშაობდნენ ხელოსნები და უკვე გზას გვიგებდნენ მე კიდე ვაცადეთ მე ეს იყო წინამთავრობის დროს ანუ არ ვიცი ეხლა არაფერი ეხლა მიმართეთ კონკრეტულად ამ თავრობას სულ იყო მოსულები. იყო მოსული ელისაშვილი იყო, კიდე სხვები იყო, იმის ძალიან ახალგაზრდა ძალიან გულისხმობ. რა ვიცი, თუ თავრობა ზემოდან არაფერს აკეთებდა. არა ხუსარი ბერტყავი, ესე ვთქვათ, რა ვიცი, მარტო ისე შემოგვიყვება.